უკრაინაში თითქმის 4 წელია საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით 8 დეკემბერს შუადღისა ზაპოროჟიაში საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8-9 დეკემბერს 159 დრონი გაუშვა, რომელთაგან 131 გაანეიტრალეს. თუმცა 16-მა მაინც გაარღვია საჰაერო თავდაცვა და სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ამასთან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით იერიშამდე რუსეთი თავს დაესხა ზაპოროჟიის რეგიონს, რის შედეგადაც ატომურ ელექტროსადგურს დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც ცნობილია, ბირთვული ობიექტი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა და ამჟამად არ ფუნქციონირებს. თუმცა მას სჭირდება სტაბილური ენერგიის წყარო 6 გამორთული რეაქტორისა და გახარჯული საწვავის გასაგრილებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული კატასტროფა. რუსეთმა იერიში მიიტანა ასევე უკრაინის ჩრდილოეთის ქალაქ ჩერნიჰივზე. რუსული დრონი საცხოვრებელი კორპუსის წინ აფეთქდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, ბუნებრივი აირის მილები და ავტომობილები. მიყენებული ზიანისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს. შუაღამე იყო, როდესაც აფეთქება მოხდა. აი აქ გვეძინა. ეს ყველაფერი თავზე დაგვემხო. ზუსტად ფანჯრის წინ დაეცა დრონი. ჩვენი ავტომობილით სახლთან იყო გაჩერებული. ახლა კი აღარაფერი დარჩა. საერთოდ არაფერი. არც კი ვიცი რას ვაპირებთ. ბოლო ინფორმაციით რუსეთმა დაბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ოხტირკაშიც. ადგილობრივი რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ ხრიჰოროვის თქმით, დაშავდა 7 ადამიანი, ასევე დაზიანდა შენობები.